الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدًا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم الله ولي الذين آمنوا يخرجهم من الظلمات إلى النور والذين كفروا أولياؤهم الطاغوت يخرجونهم من النور إلى الظلمات أولئك أصحاب النار هم فيها خالدون صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم من أحب لقاء الله أحب الله لقاءه ومن كره لقاء الله كره الله لقاءه صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო უზენაესი ალლაჰის სურა ბაყარას 257 აიათში შემდეგს ბრძანებს ალლაჰი მორწმუნეთა მფარველია მეგობარია რომელთაც იწამეს ისინი გამოჰყავს სიბნელიდან სინათლეში და რომელთაც უარყვეს მათი მფარველნი მეგობარნი ტაღუთია ეშმაკია რომელსაც ისინი გახყავს სინათლიდან სიბნელეში აი ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან სამყაროთათვის წყალობა წარმოგზავნილი შუამავალი მუჰამმედი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ კი ბრძანებს ვინც მიისწრაფვის ალლაჰისკენ ღმერთიც მასთან სიახლოვეს ინებებს ხოლო ვისაც ღმერთთან სიახლოვე არ სურს ღმერთიც მასთან სიახლოვეს არ ინებებს ეს აიათი და ხადისი გვასწავლის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას ყველა ადამიანს ჰყავს ის, ვისაც მიჰყვება და ვისაც თავის მფარველად ირჩევს. ადამიანი ან ალლაჰს იღებს თავის წინამძღვრად და დამცველად, ან საკუთარ ნებებს, ეშმაკსა და ცდომილებას მიჰყვება. ალლაჰი მორწმუნეთა მეგობარი და მფარველია, მას გულწრფელი მონამსახურები გამოჰყავს უმეცრების სიბნელიდან ცოდნის სინათლეში. ურწმუნოების სიბნელიდან წმენის სინათლეში, ცოდვისა და შფოთვის სიბნელიდან მონანიებისა და სულიერი სიმშვიდის სინათლეში. დაუკვირდეთ, ყურანში სიბნელეები ზულუმათი მრავლობით რიცხვშია მოხსენიებული, ხოლო სინათლე ნური ხოლობითში. ეს იმიტომ, რომ ცდომილებისა და ცოდვის გზა მრავალია, ხოლო ჭეშმარიტების გზა მხოლოდ ერთია, ალლაჰის ჭეშმარიტი გზა, სირატულ მუსტაყიმი. ძვირფასო მუსლიმებო, ალლაჰის შუამავალმა მუჰამმედმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ გვაუწყა ალლაჰის სიტყვები ხადისი ყუდსში, ვინც ჩემს ერთ-ერთ ნამდვილ მეგობარ მსახურს მტრულად მოექცევა, მას ომს ვუცხადებ. ჩემი მსახური ჩემთან ვერ მოახლოვდება იმაზე საყვარელი საქმით, ვიდრე ფარძი ვალდებულებების შესრულებით. შემდეგ კი
ნაფილე თაყვანისცემით განაგრძობს ჩემთან დაახლოებას, ვიდრე მე არ შევიყვარებ მას. და როდესაც შევიყვარებ, მისი სმენა, მხედველობა, ხელი და ფეხი ვიქნები. ეს ხადისი გვასწავლის, რომ ალლაჰის მფარველობა მხოლოდ სიტყვები არ არის. იგი მიიღწევა რწმენით, მორჩილებით, ღვთისმოშიშებითა და გულწრფელი თაყვანისცემით. ვისაც ალლაჰი შეიყვარებს, მას თავისი წყალობითა და დახმარებით დაიცავს. დღესაც არსებობს მრავალი კერპი, რომელიც ადამიანს სიბნელისკენ მოუწოდებს. კერპი მხოლოდ ქვისგან გამოკვეთილი ქანდაკება არ არის. კერპია ყველაფერი, რაც ადამიანს ალლაჰისგან აშორებს, რაც საღვთო კანონზე მაღლა საკუთარ ვნებებს აყენებს ან ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებს. დღეს ამის მაგალითები ბევრია. მავნე მედია საშუალებები, ცუდი გარემოცვა, უზნეობის ნორმალიზება, მევახშეობა, აზარტული თამაშები, ნარკოტიკები და ყველა ის საქმე, რომელიც ადამიანს ღმერთის ხსენებას აშორებს. შეიტანი ადამიანს ერთბაშად არ აცდუნებს. იგი ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს. ცოდვა თავიდან უმნიშვნელოდ გვეჩვენება, შემდეგ ჩვევად იქცევა, ბოლოს კი გულს აბნელებს. შუა მავალმა ბრძანა, ჰალალი ნათელია, ჰარამიც ნათელია, თუმცა მათ შორის არის საეჭვო საქმეები, რომელთა შესახებაც ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის. ვინც საეჭვო საქმეებს მოერიდება, ის დაიცავს საკუთარ რწმენასა და ღირსებას. ღვთიური მოპოვების გზაც ნათელია, მტკიცე რწმენა, ყურანის სწავლა და მისი მიხედვით ცხოვრება, ყოველდღიური 5 დროის ლოცვის დაცვა, ჰალალი სარჩოს მოპოვება, მშობლების პატივისცემა, სხვისი უფლებების დაცვა, კეთილი ზნეობა და ასე შემდეგ. სინათლე ცოდვით ვერ გაიზრდება, იგი იზრდება მორჩილებითა და ღვთისმოშიშებით. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, ჰეი მორწმუნენო, თუ ალლაჰის გეშინიათ, იგი მოგანიჭებს ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევის უნარს. რაც უფრო იზრდება ღვთისმოშიშება, მით უფრო ნათელი ხდება ადამიანის გული და იგი უკეთ არჩევს სიმართლესა და სიცრუეს. მოდით, დავუსვათ საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა. ვინ მართავს ჩვენს ცხოვრებას? ჩვენს გადაწყვეტილებებს ყურანი განსაზღვრავს თუ ჩვენი ვნებები? ვდგავართ თუ არა ალლაჰის გზაზე, თუ მხოლოდ ამ ქვეყნიურ სურვილებს მივსდევთ უკან. არასდროს დაგვავიწყდეს, ვინც ალლაჰს იღებს თავის მფარველად, არასდროს არის მარტო. შესაძლოა განცაცდელი შეხვდეს, მაგრამ არასდროს იქნება მიტოვებული, რადგან მისი გამჩენი მასთან ერთადაა. როგორც ალლაჰ იბრძანებს, ვინც ალლაჰს მიენდობა, იგი მისთვის საკმარისია. ძვირფასო მორწმუნეებო, მოდით გავანათოთ ჩვენი გულები ყურანის სინათლით, გავალამაზოთ ჩვენი სახლები ლოცვით, აღზარდოთ ჩვენი შვილები რწმენით, დავემორჩილოთ არა საკუთარ ვნებებს, არამედ ჩვენს გამჩენს. დაეყოვლის შემძლე გამჩენმა, შეგვიფაროს თავის წყალობაში, გაგვიბრწყინოს გულები რწმენის სინათლით და განკითხვის დღეს, შეგვკრიბოს ჩვენი საყვარელი შუამავლის დროშის ქვეშ. ელა ინ ახსანალ კალამი ვა აბლაღ ნიზამ კალამულლაჰილ მალიკილ აზიზილ ალლამ كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون.